მე მარტო არ ვიყავი და ალბათ ყველას გაუჩნდა გასული კვირის განმავლობაში, როდესაც უყურებთ ჩვენ ამ კადრებს, ყველას გაუჩნდა ჩემს მეგობრებს ყოველდღიურში ესე იყო, რომ რაღაც სრულიად რაღაცა გაგვეკეთებიდა, რაღაცა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაცემი, იმ ადამიანებს, რომლებიც უჭირდათ, იმ ადამიანებს, რომლებსაც იჭერდნენ ტყუილა უბრალოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო და ისე ემოციური იყო უფრო ეს ჩემი მხრიდან და დავწერე კიდევაც ზუსტად ერთი კვირის წინ სადაც პარასკევს შაბათი იყო რომ აი ესეთი რამე მინდა გავაკეთო მე პირადად დავდე 100,000 ლარს და ვისაც შეგიძლიათ ბიზნესმენებს მიმართე ჩემს მეგობრებს მიმართე იმიტომ რომ ისინიც მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ იქნებ რამე ვქნათ მოდი სამანტყოფოებში დავრეკოთ იქ მივახმაროთ და მოგეთ ძალიან ემოციურ ფონზე გავაკეთეთ ეს განცხადება და მართლა არ ველოდებოდი ის იმ გამოხმაურებას, რომელსაც ამ ჩემს პოსტს მოყვა, იმიტომ რომ ფონდი რეალურად შეიქმნა 4 დღის წინ, 3-4 დღის წინ, იმიტომ რომ რაღაც პროცედურების გავლა ჭირდებოდა და აღმოჩნდა რომ ამ 3-4 დღეში 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა. მართლა 200. 330,000 ლარია უკვე გადმორიცხული ამ ფონდში. ამ დღეების განმავლობაში, ამ 3-4 დღეში. რაც აი არაჩვეულებრივია და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. მადლობა გადაუხადო ამ სამოქალაქო პოზიციისთვის, მადლობა მინდა გადაუხადო დობისთვის. ეს ხო გარკვეულწილად დობაც არის, რომ შენ გაქვს რაღაც თანხა, რომელიც გინდა დაეხმარო და ამას ურიცხავს ამ ფონდში და ენდობი, რომ ეს ფული იქნება კარგად გამოყენებული და მინდა ყველას დავარწმუნო, რომ იქნება სრულად გამჭვირვალე, ყველა თანხას აბსოლუტურად აღვიცხავთ და ყოველ კვირის ბოლოს გავაკეთებთ გარკვეულწილად ანგარიშს ამ ფონდის Prosperity Georgia ვებგვერდზე, სადაც ავხსერთ ყველა იმ case, რომელზეც ჩვენ ეს თანხა გამოვიყენეთ. დავიწყეთ უკვე ასევე გაცემას დავიწყეთ ძალიან სახელდახელო და სწრაფად შექმნილი ჯგუფი რომელიც ამაზე მუშაობს მივიღეთ უკვე ძალიან ბევრი განაცხადი გაცემას დაწყებულია მაგალითად გადაუხადეთ თანხა გორგიას იმ თანამშრომელს რომელმაც ოფიციალურად დატოვა გორგიას კომპანია იმიტომ რომ მან კარგად დაინახა თუ პროტესტის შედეგად დაინახა რომ გორგია არ ყიდდა იმ ნიღბებს და ამ პროტესტების შემდეგ გამოიღო შედეგი და გორგიამ დაარიგა ეს ნიღბები და გვირულ ნაბიჯებს ჩვენ გვინდა რომ განსაკუთრებულად წავახალისოთ და დავაფინანსოთ ამიტომ ეს ადამიანი დავაფინანსეთ ასევე ადამიანი მაგალითად რომელიც ძალიან ბევრი ხალხი იყო თუ გახსოვთ შეგროვილი და გაზის ბალონები რო გაუშვეს მაშინ ეს ხალბატონი ამგადო დაიზიანა ძალიან მნიშვნელოვნად მხარი და ჭირდება მას რეალურად პროტეზი და ამას სახელმწიფო რატოღაც არ უხდის იმიტომ რომ ეს ხალბატონი მიიყვანეს მეორე დღეზე შესაბამისად ამ ხალბატონს უხდით ჩვენ ოპერაციის თანხას და ვაპირებთ რომ გადაუხადოთ თანხა ჟურნალისტებს რომლებიც ზუსტად იმ ჟურნალისტებს რომლებიც ესეთ დაზიანებული იყვნენ ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ როგორ გვირგვინად იბრძოდნენ რეალურად ეს ჟურნალისტები და დაზიანდნენ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს სწორედ თქვენ კოლეგებს დავეხმარებით ფინანსურად იმ ადამიანებს რომლებსაც აქვთ გარკვეული დაზიანებები და სახელმწიფო არ გადაუხდის ან დავაფინანსებთ მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც ჭირდებათ ამ პერიოდის განმავლობაში დაფინანსება, მაგალითად ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც არის დაზიანებული, მაგრამ მას ყავს დედა, რომელიც ჩავარდნილია ლოგინად და ჭირდებოდა მაგალითად დამხმარეს ამ მედიის აყვანა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სანამ ეს ადამიანი დაზიანებულია, მას დედამის უნდა მიხედოს. აი ესეთ ანუ ისეთი ყველა ის შემთხვევა, რომელიც რაღაცა დახმარება საჭიროებს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გაჩნდა ისეთი და ეს ზაფხულიდან მოდის ეს ტენდენცია, ისეთი სოლიდარობის განცდა და ურთიერთდახმარება, რომ ყველას აქვს იმედი, რომ რაღაც რო გაუჭირდება, ვიღაც გამოჩნდება, რომელიც მას დაეხმარება. და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მოდით გადავიდეთ ახლა აი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს განცხადებაშიც თქვენს Facebook პოსტშიც ეწერა, რომ ასევე
ასევე ლაპარაკია კომპენსაციებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი პროტესტი, უნდათ სამსახურის დატოვება, მაგრამ ყველას გვესმის აქვთ ძალიან ბევრი ფინანსური ვალდებულება და ამის გამო თავს იკავებენ. აი ამ შემთხვევაში რა ხდება და როგორ უნდა მოგმართონ ამ ადამიანებმა? კი ბატონო, ამ მიმართულებითაც გვაქვს გამოყოფილი თანხები, ჩვენ ვართ მზად რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც გაანთავისუფლებენ სახელმწიფო სამსახურებიდან პოლიტიკური მათი პოზიციის გამო, ჩვენ ვართ მზად რომ გადავუხადოთ მინიმუმ 2, 3, 4, 5 თვის ხელფასის კომპენსაცია. იმიტომ რომ ეს არის ადამიანები, რომლებსაც რა თქმა უნდა აქვს, ზოგს გაქვს საბანკო კრედიტი, ზოგს აქვს მიმდიდარე ხარჯები დასაფინანსებელი. ჩვენ ვთვლით რომ იმ პერიოდს დაუფინანსეთ, რომელიც მათ შეეძლებათ რაიმე ახალი სამსახურის პოვნა, ან კერძო სექტორში გადმობარგება, ან რაიმე თავისი ახალი მცირე საწარმოს წამოწყება. ამიტომ ესეთებიც მოგმართეს უკვე, სხვათა შორის და ესეთების დაფინანსებაც უკვე დავიწყეთ, გაცემულია ამ მიმართულებითაც რამოდენიმე დახმარება და საკმაოდ ბევრი მოთხოვნა უკვე შემოსული. ერთი რამე მინდა ვთხოვო უბრალოდ ყველას, ჩვენ ყავს გუნდი, რომელიც ამაზე მუშაობს, ყველა ესეთ მოთხოვნას 2-3 დღე მინიმუმ დაჭირდება რომ დამუშავდეს, იმიტომ რომ არის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც რეალურად არ ჯდება ამ კრიტერიუმებში, ამიტომ გვჭირდება რომ გავცხრილოთ, არ გვინდა რომ იმ ადამიანების თანხები, რომლებსაც გადმოვრიცხეს და გვენდნენ ჩვენ გაფლანგული იყოს სხვადასხვა მიმართულებებით, გვინდა რომ კონკრეტულად იმ მიმართულებებზე გავაკეთოთ ფოკუსირება, რომელიც ჩვენ წინასწარ განუცხადეთ ჩვენს დამფინანსებლებს. ამიტომ 2-3 დღე დაგვჭირდება ხოლმე ამ ყველა ესეთი საქმის შესწავლისთვის და შესაბამისად 2-3 დღეში გავაყოფ დაფინანსებას ხოლმე. ხო, ანუ მოკლედ აქვე რომ დავწინო და კიდე ერთხელ რომ შევაჯამოთ ეს ამბავი, ნებისმიერ მოხელეს, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი თანამდებობა, შეუძლია სერიოზული გავლენის მოხდენა თავის გუნდზე, ამ უწყების შიგნით, სადაც მუშაობს, აქვს ამისი სურვილი, მაგრამ აჩერებს აი ეს ფინანსური პრობლემები, რომელიც ახლა ნამდვილად ყველა ოჯახს აქვს ბუნებრივია, მას შეუძლია რომ აი ეს პროტესტი გამოხატოს და არ შეეშინდეს იმის, რომ თუ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ის დარჩება ასე მარტო დახმარების გარეშე. ანუ ყველას ეხა გეძლევათ შანსი, რომ გააკეთოთ მაქსიმალური, არ შეგეშინდეთ, გამოხატოთ თქვენი პროტესტი. ეს არ ნიშნავს, რომ სამსახური არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ თქვენ თვითონ სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა. არამედ თქვენი კონსტიტუციური უფლება დაიცავით, თქვენი პროტესტი გამოხატეთ, ყველაფრის უფლება გაქვთ და თუ არ შეგეშინდეთ იმის, რომ სამსახურიდან თუ გაგათავისუფლებენ, ისე დარჩებით. არამედ ამ შემთხვევაში იქნება თქვენთვის გაწეული შესაბამისი დახმარება. მინდა ხაზი გაუსვათ, ჩვენ არ მოუწოდებთ არავის რომ სამსახურიდან წამოვიდეს. ნამდვილად არ არის ეს. მაგრამ თუ უსამართლობის გრძნობის გამო სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლებენ პოლიტიკური შეხედულებების გამო და პოლიტიკურ ნიშნით, მზად ვართ ჩვენი ფონდიდან რომ მოხდეს კომპენსაცია. კი ბატონო, ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და იმედია რომ ჩვენი მაყურებელი ასევე ამ მესიჯს გაავრცელებს, ვინცაც ჩვენ არ გვიყურებს. ნიკა, რა მინდა გკითხოთ, ჩვენ ახლა რაც ვნახეთ ბიზნეს სექტორის მხრიდან აქტიურობა და გიორგი ისაკაძეს ჰქონდა არჩეულებრივი გადაცემა, მადლობა მას ამ გადაცემის გაკეთებისთვის. ეს არის უპრეცედენტო საქართველოსთვის. არასდროს არც ერთ პერიოდში ბიზნესის ამდენ წარმომადგენელს ასე ხმამაღლა პროტესტი არ გამოუთქვამს და პირდაპირ თქვეს, მათ შორის კახა ხაზარაძემაც, რომელიც მე ჩართვით გვეყოლება, რომ ჩვენ დავფიქრდით, სად მიდის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები და რომ ამ ფულით ცემენ ჩვენ შვილებს ქუჩებში. ეგრეა. ხო, აი და ეს იყო ძალიან მკაფიო, არა რაღაცა ესეთი რებუსებით ლაპარაკი, არამედ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს ბიზნესის წარმომადგენლებმა და თან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა. რასაკვირველია, იქ რჩებიან ლოიალისტი ბიზნესმენები, მაგრამ რაოდენობით და ხარისხით იყო ძალიან ესეთი მართლაც უპრეცედენტო ქართული რეალობისთვის. ეს რამდენიმე დღის წინ იყო ეს გადაცემა და იმის შემდეგ აი თუ ქონიათ შეხვედრა თქვათ თქვენს რაღაცა პარტნიორებთან, იცნობთ ხო ყველას ამ სფეროს წარმომადგენლებს. აი რა დინამიკით ვითარდება ეს პროტესტი ბიზნეს სამყაროში და რაში შეიძლება ეს გამოიხატოს? მართლაც
ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ ბოლო დღეებში ბიზნეს აი საქართველოს 30 წლიანზე მეტი ისტორიაში დამოუკიდებლობის ისტორიაში თითქმის არასოდეს ესე ღიად პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ არ გამოუთქვავს თითქმის ყოველთვის ბიზნესი იყო ან ჩუმად ან უფრო მთავრობის პოზიციის დამცველად გამოდიოდა და თუ რამე კრიტიკული პერიოდი იყო მაშინ ჩუმდებოდა ეს რაღაც გარკვეულწილად პოსტსაბჭოთა პერიოდის გაგრძელება იყო და მე მგონი დადგა ის მომენტი, როდესაც საქართველოს არა მარტო საზოგადოება, არამედ ბიზნესიც გაევროპულდა. ანუ მე ამ ბიზნესმენებს ვეძახი თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ ყოველთვაში ამ რამოდენიმე დღის წინ, რომლებიც სწორედ გიორგი ისაკაძის ეთერში შეიკრიბნენ და ძალიან ღიად, ძალიან პირდაპირ დააფიქსეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი არ ეთანხმებიან მთავრობის კურსს. ამ ბიზნესმენებთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მე დღესაც მქონდა შეკრება ძალიან საინტერესო მინდა თქვა და ძალიან მოწადინებულია დღეს ქართული ბიზნესი იმისათვის რომ თავისი სიტყვა თქვას რამ გამოიწვია ესეთი პროტესტი ანუ რამ ასე თქვათ გახეთქა ეს პროტესტი ხო რამ ხო გასაგებია რა მაგრამ აი კაფეოთ იგრძნეს რომ მათი ბიზნესიც ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ არის თუ უბრალოდ აი ხედავენ კარგად რომ სადაც მიდის ქვეყანა ანუ ეს ქვეყანა სადაც წავა ეს ბიზნესიც ხო აისახება რა თავისთავად მე მგონი თვითონ საზოგადოებაც მოვწიფდა და საზოგადოებაც უკვე ევროპული გახდა და ბიზნესიც უკვე მოვწიფდა და ბიზნესიც ევროპული გახდა. ბიზნესიც აღარ მე ესეთი გრძნობა ყოველთვის რომ ბიზნესი აღარ შეეგუება რომ იყოს მთავრობის რაღაცა გაგრძელება და მთავრობის რაღაც რუპორი მომავალში. მე ესეთი გრძნობა მაქვს რომ რაღაც გადატყდა და ბიზნესი უკვე გახდა და აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის ევროპული გზისკენ. და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების. იმიტომ რომ ყველა მათ შორის თქვენ პერიოდშიც ბიზნესი ყოველთვის იყო ჩუმად ხელისუფლების ქვეშ, ვერ აფინანსებდა თუ იყო ასეთი დირექტივა რომ არ დაეფინანსებინათ ოპოზიციური პარტიები, არ დაეფინანსებინათ რაღაცა საზოგადოებრივი მოძრაობები, ძალიან მთხილობდნენ, რასაკვირველია იყვნენ ისეთები ხა მაგალითად თემურ ჭყონია, არასოდეს ეს წნეხი არ ქონია, ხო? ყოველთვის ამას ახერხებდა, მაგრამ ძალიან დიდი ფიგურაა და ამის ყავდა ერთადერთი თავისუფალი ბიზნესმენი და დღეს ყავს ბევრი თავისუფალი ბიზნესმენი გარშემო. ეს ყოველთვის აფერხებდა ძალიან ქვეყნის განვითარებას, მისი პოლიტიკური სპექტრის განვითარებას, პოლიტიკურ განვითარებას, სამოქალაქო განვითარებას. ანუ ფიქრობთ, რომ ეს ისეთი გარდატეხა, რომელსაც უკან ვეღარავინ კი, ნამდვილად ეგრეა. უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა ამ დღეებში ქართული ბიზნესის მენტალიტეტში. თავისუფალი ბიზნესის მენტალიტეტში და მე მგონი რომ ამას უკვე ვეღარ შეაბრუნებს მე მგონია რომ ბიზნესი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას არა მარტო ეხლა ამ პერიოდში არამედ მომავალში ის იქნება განგრძობითი და ბიზნესი იქნება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის განვითარების და ქვეყნის რაღაც პოლიტიკური სოციალური განვითარებისაც და ამას ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს მე ყოველთვის ესეთი გზნობა მაქვს იმ შეხვედრები და გამომდინარე რაც მე პირადად მქონდა ბოლო ხანებში ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენ ნახავთ კიდევაც ახლა არ მინდა წინას რაღაც დავაანონსო ნახავთ კიდევაც რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს აი ამ ძალიან კონკრეტულ განცხადებებსაც ბიზნესის მხრიდან და ეს ანუ როგორ ხდება კიდევ ამ პროტესტის ასე ვთქვათ პროტესტით იჟღინთება კიდე სხვადასხვა სფერო ანუ სფერო კი არა უფრო სწორად სხვადასხვა შრეები ბიზნესის იმიტომ რომ ნუ რაღაცა პირველ ეტაპზე ხო რაღაცა უფრო უშიშრები იღებენ ხმას და შემდეგ ამ მაგალითს ძალიან დიდი ძალა აქვს სხვებისთვისაც ხო ხდება გაშლა უფრო ამ პროტესტის ორი მომენტია ხო ერთი არის რაღაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა რომელიც აი ამ თავისუფალ ბიზნესმენებს აქვთ რა თქმა უნდა ამათ ყავთ თავეთი ჩვენი ოჯახები, შვილები, რომლებიც დიდი პროტესტი აქვს და ხვდება ეს ადამიანი, ბიზნესმენი ხვდება რომ ის უნდა იდგეს იქ სადაც სიმართლეა, სადაც ის მორალური უპირატესობაა და ეს არის თავისებური, რა თქმა უნდა, განადგმული ნაბიჯი. მაგრამ გარდა ამისა, ასევე ყველა კარგად ხვდება რომ იმ პირობებში, რომელსაც დღეს საქართველოს ექცევა, როდესაც
დასავლურ ქვეყნებს არ უღიარებიათ არჩევნები. როდესაც შენი მთავრობა არის რეალურად იზოლაციაში დასავლეთისგან. ყველა ხვდება, რომ აქ არანაირი ბიზნესის განვითარება შეუძლებელი, ვერანაირი ბიზნესის განვითარება ვერ მოხდება. ყველა ხვდება, რომ არავინ ახალი ინვესტორი საქართველოში აღარ ჩემოვა. ყველა ხვდება, რომ ამ ბიზნესების ფასი მცირდება. ყველა ხვდება, რომ რაღაცა ახლის განვითარება აქ ვერ მოხდება. ყველა ხვდება, რომ აქ გართულდება ყველანაირი წინსვლა. აქ შეუძლებელი იქნება ბიზნესის კეთება. აი ეს არის ძალიან მარტივად დასანახი, იმიტომ რომ ერთ მხარეს კარგავთ არაჩვეულებრივ ახალ შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას და ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესს გააჩნია და მეორე მხარეს მივდივართ იზოლაციისკენ, რომელიც სრულიად მოკლავს ბიზნესის განვითარების და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. ანუ ეს უმარტივესია, ეს არ არის ძალიან რთული არჩევანი, ხო? შესაბამისად, ამას ბიზნესის კარგად ხედავს, ხვდება, რომ ის ნაშრომი, ის შექმნილი დოვლათი, რაც ბიზნესმა შექმნა პერიოდის განმავლობაში ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად უფასურდება და შეიძლება საერთოდ ძალიან ნეგატიური რეზულტატებიც ნახოს. შესაბამისად, არ არის ეს რთული მე მგონი ბიზნესისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მან უნდა დაიჭიროს მართალი მხარე, მან უნდა დაიჭიროს ის მხარე, რომელიც არის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული და ამას ეს არ შეიძლება იყოს ჩუმი მხარდაჭერა, ეს აუცილებელი იყოს ხმამაღალი და ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც უნდა გაიგოს ყველამ. დღეს ხომ რა ხდება? ბიზნესი იხდის გადასახადებს, ამ გადასახადებიდან მერე ფინანსდება ხელფასები რობოკოპების და სპეცნაზელების, რომლებიც ურტყავენ ისევ ბიზნესმენების შვილებს. აი ამ რაღაც აბსურდულ წრეში ვართ და ეს აბსურდული წრე სწორედ ბიზნესმა უნდა თქვას, რომ შეუძლებელია ამ აბსურდული წრის გაგრძელება. აი, ეხლა რა ტიპის ბიზნესზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ვლაპარაკობთ უფრო მსხვილ ბიზნესზე, ვლაპარაკობთ ასევე საშუალო ბიზნესზე, წვრილ ბიზნესზე, იმიტომ რომ რაც უფრო, ასე ვთქვათ, უფრო პატარა ბიზნესი შეიძლება მას უფრო ეშინოდეს, აი, საგადასახადო შესვლის და წნეხის და რეპრესიების. აი, თუ აი ყველა აი შრეს მოედო ეს. აბსოლუტურად ყველა შრეს მოედო ეს გარკვეული სულისკვეთება. აბსოლუტურად ყველა შეზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც ხმის ამოღება არ უნდათ ოფიციალური განცხადების გაკეთება, Facebook პოსტიც არ დაუწერიათ, რაღაც კომპანიის ბანერიც არ დაუდიათ ინტერნეტზე, ან რაღაც პროტესტით არც გამოუთქვიეთ, არსებობენ რა თქმა უნდა ესეთები, იარსებებენ, მაგრამ ბევრი აღარ არიან და ძალიან დიდი უმრავლესობა დღეს არის მე ვეძახი თავისუფალ ბიზნესმენებს, რომლებსაც თქვენს რომ მათ არ უნდათ თავრობის წეხის ქვეშ ყოფნა და მათ უნდათ რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ მკაფიოდ და მათ არ უნდათ რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით მათ შვილებს ცემდნენ. ძალიან რთულია ამის გაგება? ძალიან მარტივია. ვინ არის ჩუმად ახლა? ხო ვიცით ვინც არის? ხო ვიცით ახლა მაგალითად მე ძალიან მწყლის რომ დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ოფიციალურად ამ ასოციაციას წევრებმა გააკეთეს განცხადებები, ბევრმა წევრმა გააკეთეს და ბევრი წევრი არის ძალიან დიდი პატრიოტი მართლა და ძალიან კარგი პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ როგორც ასოციაციას, ბიზნეს ასოციაციას არანაირი პოზიცია არ დაუსახელა, არ უთქვია, ხო ჯერჯერობით ჩუმად არის. რაც ახლა გასაკვირია ჩემთვის რა, აი უკვე გავიდა 2 კვირა გადის უკვე, ხო, ამ პროტესტებიდან და ამ პროტესტების ფონზე ერთადერთი განცხადება, რაც მახსენდება, ეს არის, რომ ეროვნული ბანკი რა კარგად საკეთებს, რომ უჭირავს კურსიო, რაღაც ეგეთი გააკეთა განცხადება, მე მგონი ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ დაახლოებით 2 კვირის წინ, რაც თავისთავად აბსურდული განცხადებაა. ბიზნეს არ უნდა ბიზნეს საქმეს არ არის, ბიზნეს ასოციაციის საქმეს არ არის. ბიზნეს ასოციაციის საქმე არ არის, ეროვნული ბანკი როგორ დაიჭერს კურსს თუ არ დაიჭერს კურსს. სხვადასხვა ხედავთ კიდევაც მაგარი განცხადება გააკეთა რა. ხედავთ კიდევაც როგორ კურსი ნელა ხო, აი კიდევ ეს შემდეგ ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ მკაფიო ნიშნები გამოჩნდება, მაგრამ ეხლა ჩვენ გვახსოვს ძალიან მალე არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნების ლეგიტიმურობა არავინ არ აღიარა, ხო, მაშინ ხდება ხოლმე არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება. ქობულია გამოვიდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი. კარგი, მოკლედ მის პიროვნულ თვისებებს არ შევეხები, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ძალიან კარგი პროფესიონალია და იმედის ეთერში იყო და ლაპარაკობდა იმაზე, რომ არ აღიარების შემთხვევაში თუ ამ მთავრობას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, დასავლური ქვეყნები, ეკონომიკა აღმოჩნდება ძალიან მძიმე სიტუაციაში და მან დახატა აპოკალიფსური
უსასური სურათი ეკონომიკის. მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეკონომიკა დგას და თუნდაც ლარის გაუფასურება იმ ტემპით არ ხდება, იყო ერთ რაღაცა დიდი ნახტომი, შემდეგ ისევ დასტაბილურდა. აი რას ელოდება ეხლა რა მოლოდინი აქვს ეკონომიკას, ასე რომ ვთქვათ, განპირობდება რომ გავაკეთოთ ეკონომიკის. მოდით ესე ვთქვათ, რომ ეკონომიკის ჩამოშლა როგორც ასეთი, ხო, შეუძლებელია მოხდეს რაღაც ერთ-ორ დღეში ან ერთ-ორ კვირაში. ეს არის რაღაც პროცესი, გარკვეულწილად ხანგრძლივი პროცესი. შეიძლება 2-3 თვიანი პროცესი, შეიძლება 6 თვიანი პროცესი, გააჩნია ხო სხვადასხვა პერიპეტიებს, რომელიც თუ ესე გაგრძელდა იზოლაცია, საქართველოს როგორც პატარა ეკონომიკას შეუძლებელია რომ კონდეს რაიმე დადებითი მომავალი. ანუ შეუძლებელია საქართველოს არ აქვს ნავთობი, საქართველოს არ აქვს სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლითაც შეუძლია ქვეყანას შემოიტანოს ქვეყანაში უცხოური ვალუტა ექსპორტის ფასად. შესაბამისად, ქვეყანას სჭირდება უცხოური ვალუტა, იმიტომ რომ აქვს ძალიან დიდი იმპორტი და იმპორტის დაფინანსებისთვის სჭირდება ვალუტის შემოდინება. ვალუტის შემოდინება აქამდე ხდებოდა პირდაპირ ინვესტიციებით, ხდებოდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გადმორიცხვებით, ხდებოდა ჩვენი ემიგრანტების გადმორიცხვებით, შარშა და შარშაწი ხდებოდა რუსეთი და წამოღის შემოტანილი ფულით და მთავრობის მიერ მოზიდული და საერთაშორისო ჩვენი ბანკების მიერ მოზიდული თანხებით. ეს თანხები შემოდიოდა ქვეყანაში, რომ დაებალანსებინა მეორე მხარეს ვალის მომსახურება და იმპორტი. აი ამას რო გადავხედოთ, ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ, რომ ექსპორტი შემცირებულია, მცირდება, ძალიან შემცირებულია უკვე პირდაპირ ინვესტიციები და ნახეთ ჩვენ მესამე კვარტლის შედეგი, სადაც განახევრებულია გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით განახევრებულია პირდაპირ ინვესტიციები. მცირდება ყველა სხვა პარამეტრი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა თქვენს რომ ისინი აჩერებენ პროგრამას ან ამცირებენ პროგრამებს, შესაბამისად ესეც შემცირებულია, მაგრამ ამას ჯერჯერობით აბალანსებს ეროვნული ბანკის რეზერვები. ეხლა ეროვნული ბანკის რეზერვებმა ეროვნულ ბანკმა უკვე ისე შეამცირა თავისი რეზერვები, რომ მე თუ მკითხავთ, უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. თუმცა რა თქმა უნდა, მას შეუძლია კიდე გააგრძელოს ამ რეზერვების გამოყენება უახლოესი 1 თვის განმავლობაში, თვენახევრის განმავლობაში, მაგრამ ეს რეზერვები როგორც კი ამოიწურება და ეს მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს 2-3 თვეში, უახლოეს 2-3 თვეში მაქსიმუმ, ჩვენ გვექნება უზარმაზარი ეკონომიკური კოლაფსის პერსპექტივა. როდესაც თანხები ქვეყნიდან გადის, ვალუტა გადის და შემოსვლით არაფერი, ბევრად ნაკლები შემოდის. რაც ჩვენ მივიღებთ კურსის სპირალში შესვლას, ამის ძალიან დიდი შანსი არის, თუ ესე გააგრძელა ეროვნულ ბანკმა როგორც აკეთებს, რეზერვების დახარჯვა და ჩვენ მივიღებთ ეკონომიკურ კოლაფსს. ანუ ეხლა რაც ხდება კურსის სტაბილიზაცია ხდება რეზერვების ხარჯზე, რომელიც უკვე კატასტროფულ ნიშნულზე ჩამოვიდა ყველა ამას ამბობს. საერთოდ რომ ვიცოდეთ, წლის ბოლოსკენ ხოლმე არის პირიქით ლარზე მოთხოვნა, იმიტომ რომ კომპანიები ბონუსებს არიგებენ თანამშრომლების, შესაბამისად ლარში აკონვერტირებენ ხოლმე და შესაბამისად ლარზე იზრდება მოთხოვნა. ეს წლის ბოლოს ხდება ხოლმე, მაგრამ იანვრის დასაწყისიდან შემდეგი თვენახევარი 2 თვე არის ყველაზე მძიმე ხოლმე ეკონომიკისთვის, როდესაც ძალიან ცოტა ვალუტა შემოდის. ტურიზმი ძალიან ცოტა მინიმუმზეა ხოლმე ამ პერიოდში და ძალიან დიდი ვალუტა გადის, იმიტომ რომ ელექტროენერგიის და გაზის იმპორტი გვაქვს ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, დისბალანსი ყველაზე დიდი ყოველთვის გვაქვს იანვარ-თებერვალ-მარტის თვეებში. პირველი კვარტალია ხოლმე ძალიან მძიმე ამ მხრივ. ამისათვის ეროვნული ბანკი უნდა იყოს ძალიან კარგად რეზერვმომზადებული, სწორედ მესამე პირველი კვარტლისთვის, იანვარ-თებერვალ-მარტისთვის. და დღესდღეობით გვაქვს სრულიად საპირისპირო სიტუაცია, როდესაც ეროვნული ბანკი ყველაზე კარგად კი არ არის მომზადებული, ყველაზე ცუდად აქვს საქმე თავისი რეზერვების თვალსაზრისით პირველი კვარტლისთვის. და შესაბამისად, ესეთი ეკონომიკური სერიოზული პრობლემა თუ ჩვენ გველის თუ ესე გაგრძელდა ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვა, უახლოეს თუ გავითვალისწინებთ იმ მოცემულობას, რომ ბანკი დატოვა ყველა პროფესიონალმა, მაშინ როდესაც ფარცხალაძის გამო მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და დღეს ნათია თურნავას ხელშია და მოადგილეები, რომლებიც მართლა სერიოზული პროფესიონალები იყვნენ, აი ამ პერიოდში წავიდნენ ზუსტად. ამას ემატება უკაცრავად ამას ემატება სამთავრობო იზოლაციაც, რომელსაც
თავისთავად ემატება უკვე საერთაშორისო ინვესტორების მიერ უარის თქვა საქართველოში ინვესტიციებს. ხო, მოკლედ ეს ყველაფერი ერთად არის და აქვე მინდა, რადგან როგორც უკვე ყოფილ პრემიერს, მინდა გკითხოთ აი მაკრონის ჩართულობასთან დაკავშირებით. 3 დღეა მაკრონი სხვადასხვა ფორმით ეხმაურება საქართველოში არსებულ სიტუაციას. მოხდა ესეთი რამ, რომ პრინციპში უჩვეულო რამ ბოლო პერიოდისთვის მან დაურეკა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. შემდეგ გუშინ გააკეთა განცხადება და დღეს უკვე გააკეთა ვიდეო მიმართვა, ძალიან კარგი ვიდეო მიმართვა, რომელიც აჩვენეთ ჩვენს ეთერში და ძალიან სასაცილო იყო ამას მე კიდე განვიხილავთ მდინარაძის გამოხმაურებას, რომ მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია ჩამოშალო. სიამდვილეში რა მოხდა? ეს ხო ძალიან სიმპტომატურია. მაკრონმა არ დაურეკა არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს. ხო, ანუ ჩვენ რო ახლა ჩავთვალოთ, რომ ევროპა რაც უნდა რომ ქართულ ოცნების მესვეურებს უნდათ რომ ეს როგორღაც იქნებ ეგრე მოხდეს და ევროპულმა ქვეყნებმა აღიარონ ეს არჩევნები. თუ ევროპულ კობახიძე თელარა გელანტიას ეძებდა აღიარებას არა თელარა ხო ეს უკვე ხო სიმპტომატურია, ეს უკვე ხო ტრაგედია, ხო გარკვეულწილად ქვეყნის ტრაგედია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ეხვეწება ჟურნალისტს რომ აღიარებო, როგორც ესე ხო რომ მოხვედი, ესე კი აღიარებო. ეს ხო ტრაგედია ხა, ეს სასაცილოა, ხო ეს რაღაც. არ ვესმის. ხო და ამას კიდე ემატება ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაურეკა არა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც უნდა დაერეკა ხო წესით, რომ ეღიარებინა თორე ისე არავინ არ არის ივანიშვილი, ხო საპატიო თავმჯდომარეა. ეღიარებინა არჩევნები ევროპას, რომ ეღიარებინა მთავრობა მაკრონს, პრეზიდენტ მაკრონს უნდა დაერეკა პრემიერ-მინისტრის და ეს დიალოგი უნდა შემდგარიყო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შორის. ეს ხო არ მოხდა. ანუ ფაქტი არის, რომ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს ასევე არალეგიტიმურად თვლის ევროპა. და არ აღიარებს საფრანგეთის პრეზიდენტი და არ თვლის ღირსად რომ მას დაურეკოს. ეს არის ძალიან მარტივია. არა პრიქით ამან ჩამოშალა სწორედ ქართული ოცნების სრული ნარატივი, რომ ვითომ მათ რაღაცა პერსპექტივა აქვს აღიარების. თან გასათვალისწინებელია, რომ მაკრონის ეს ზარი მოხდება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ხო? ანუ ეს გახილვა იყო ძალიან მარტივად შეგვიძლია თქვა და ნახოთ მაკრონმა შეახვედრა საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკის მომავალი პრეზიდენტი. ამ სწორედ ასეთი შეხვედრის შემდეგ მაკრონის გადაწყვეტილებით ის არ ურეკავს და ქართულ ოცნებას ძალიან უნდა რომ პრეზიდენტ ტრამპის მოსვლისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუთქვა სრული მხარდაჭერა ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს ხო არ მოხდება და ეს ხო აბსურდია და აქედანაც ჩანს რომ მაკრონი ამ შეხვედრის შემდეგ ურეკავს არა პრემიერ de facto პრემიერს კობახიძეს, არამედ ურეკავს ბიძინა ივანიშვილს. არ ვიცი ახლა დეტალები ნამდვილად და რაზე იყო იქ საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ ამის მერე კიდე წერს ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვან მიმართვას ქართული საზოგადოებისადმი პრეზიდენტ მაკრონი, ვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოს. ხო, ანუ მისი პირადი ჩართულობა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და მისი რეპუტაციის თემაც არის, რომ აქედან რაღაც გამოვიდეს, ხო? სხვა შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს იყო შემთხვევა, როდესაც წინა კრიზისის დროს, რასაკვირველია ამ მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა მაშინ, საერთოდ ამ მასშტაბის კრიზისს არავინ არ ველოდით და ასეთ ორგანიზებულობას ქართული საზოგადოების მხრიდან და ასეთ წინააღმდეგობას და წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას. მქონდა მაშინ სალომე ზურაბიშვილს ასე ვთქვათ ცურვილი, რომ მაკრონი პირადად ჩაერთო ამ კრიზისის განმუხტვაში, მაშინ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ როცა ვიკითხე მათ შორის ელისეის სასახლესთან დაახლოებულ პირებთან, რომ რატო არ მოხერხდა, თქვა რომ აი მაკრონი არ იღებს ისეთ საქმეს, სადაც არ აქვს წარმატების გარანტია ან დიდი შანსები, იმიტომ რომ რეპუტაციული ამბავია, რასაკვირველია ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტისთვის და ეს უკვე კარგი ნიშანია, რომ თავად პრეზიდენტი პირადად ჩაერთო, მიმართა ქართველ ხალხს და რაღაცნაირად თავის თავზე აიღო ლიდერობა ამ პროცესის ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქვეყანამ და ეხლა ასევე დღეს ძალიან დროულია, იმიტომ რომ მომავალ კვირას ბრიუსელში არის სწორედ იმართება ის შეხვედრები, რომლებიც მიეძღვნება მათ შორის საქართველოს, მოხდება შეხვედრა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და ერთ-ერთი თემა, მნიშვნელოვანი თემა იქნება განხილული სწორედ საქართველოს, სანქციების თემაც იქნება განხილული და
ევროპის დამოკიდებულება საქართველოსადმიც იქნება სწორედ ეს მნიშვნელოვანია. დღეს ასევე გავრცელდა ევროპის წამყვანი think-tank-ების მიმართვა ევროკავშირის მიმართ და სადაც ითხოვენ, რომ ძალიან მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან კარგი მიმართვა და ყველა ესეთი გავლენიანი think-tank-ის ხელმძღვანელი აწერს ხელს. ესეც მნიშვნელოვანი ამბავია და პლუს დღეს გახდა ცნობილი სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის დაწესდა ეს სანქციები ამერიკის მხრიდან, არამედ არჩევნების გაყალბების გამოც, არჩევნების კრედიბილურობის ძირგს გამოთხრის გამოც და ესეც მნიშვნელოვანი სიგნალია, მაგრამ ჩვენ ველოდებით ფინანსურ სანქციებს. გვაქვს ინფორმაცია, კი ეს ამაზე უკვე დიდი ხანია განცხადებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების სპიკერატი. რეალურად ჩემი ინფორმაციით მომავალ კვირაში იქნება დამატებითი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც სავარაუდოდ ფინანსურ სანქციებზეც იქნება ლაპარაკი. ნახოთ, საინტერესოა. კი ბატონო, მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რომ რაღაცა მზად არის სანქციები, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ფინანსური სანქციების პოლიტიკაში სული ამოხდა. დიდი ხანია მაგაზე მიდის ლაპარაკი და არ მინდა დამატებით რაიმე ინფორმაცია. ხო, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა გილაური, საკონსულტაციო ფირმა რეფორმატექსის დამფუძნებელი.